ჩვენ სულ ვამბობთ, ჩვენ მე აღარ ვამბობ, მაგრამ ჩვენ სინამდვილეში არიან პატივსაცემი პირები. მაგალითად ბატონი რომან გოცილიძე, რომელსაც მე უზარმაზარ პატივს ვცემ, ბატონი კახა გოგოლაშვილი, რომელსაც ასევე უზარმაზარ პატივს ვცემ და სხვები, ვინც ამბობს ამგვარ რამეს, რომ ხელისუფლება უნდა იცვლებოდეს არჩევნების გზით. რაღა დაგიმალოთ ბატონ რომან, ბატონო კახა, სხვებს მიმართავ, ვინც ჯერაც ამ პოზიციაზეა, რომ მეც ვიყავი თქვენი მომხრე, თქვენი თანაგუნდელი ამ აზრს ვიზიარებთ. ოდნავ ადრე, ვიდრე თქვენ შეიცვლით ამ პოზიციას, მე ოდნავ ადრე შევიცვალე ეს პოზიცია. და ეს პოზიციის ჩემი ცვლილება კავშირშია დაკავშირებულია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან. ბევრმა იცის, მაგრამ მაინც შევახსენებ, რომ მე ვიყავი სწორედაც რომ ბოიკოტის მომხრე, მე ვიყავი რომ ბოიკოტი უფრო ფართო ყოფილიყო და ახლაც კი ვერ მიიღო ქართულმა რუსულმა ოცნებამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად ლეგიტიმაცია, იმიტომ რომ უაღრესად ცოტა ამომრჩეველი მივიდა და ამ უაღრესად ცოტა ამომრჩევლიდან ბევრმა მისცა, ასე მაგალითად კახა კალაძეს ხმა დედაქალაქის მოსახლეობის მაცხოვრებელთა სულ რაღაც 20 თუ არ ვცდები პროცენტი უჭერს მხარს მოქმედ მერს, ან მოდით უბრალოდ ასე ვიტყვი, მერად რომ მუშაობს იმ პირს. თუმცა ბატონი კახა გოგოლაშვილი კვლავ უდასტურებთ პატივისცემას, ახლა დებატში რომ შემოვიდეს ჩემთან, შეიძლება დამამარცხოს კიდეც მან, შეიძლება დაასახელოს სხვა ქვეყნის მაგალითები, თუ არ ვცდები პოსტიც ქონდა ამაზე. ამ ქვეყნის, ჩვენი ქვეყნის სხვა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სხვა თვალსაჩინოებები, სხვა ამბები, სხვა მაგალითები გაიხსენოს და თქვას, რომ იცით რა არის, ისედაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ცოტა ხალხი მონაწილეობს 20% თუ 22% არ არის პრობლემა. ოკეი, მიუყვები ბატონო კახას, კი ბატონო. დავმარცხდი ამ დებატში. თქვათ, დავუშვათ, რომ ჩემი პოზიცია ასე არ არის, ასე არ ვფიქრობ, მაგრამ დავუშვათ, რომ ჩემი და სხვათა პოზიცია ბოიკოტის თაობაზე იყო არასწორი. ხო სწორი იყო, მაგრამ აი ერთ წამს წარმოვიდგინოთ, რომ არასწორი იყო, მაგრამ ბატონი კახა, ბატონი რომანი, ორივე პატივსაცემი კვლავ ვიმეორებ, ორივეს აზრსაც, პერსონებსაც და აზრსაც მე უზარმაზარ პატივს ვცემ და სხვები, პოლიტიკური პარტიები, მათ შორის აი გახარიას პარტია, რომელსაც 2 დღეში ერთხელ ვაკრიტიკებ ხოლმე და ხაზარაძის პარტია, რომელსაც 5 დღეში ერთხელ ვაკრიტიკებ ხოლმე. ისინიც ხომ არჩევნების მომხრენი არიან და მე გეტყვით, რომ ისინიც იძულებულნი იქნებიან ახლა უკვე შეიცვალონ პოზიცია არჩევნებთან, ქართული ოცნების პირობებში არჩევნებთან დაკავშირებით წუხვარ ან მიხარია. ხო, ტრამპი რომ ამბობს ხოლმე, ან ვიტყვი, ან არ ვიტყვი, ან ვიზამ, ან არ ვიზამ, წუხვარ ან მიხარია. მეც ეხლა მიუბაძავ ტრამპს და გეტყვით, რომ წუხვარ ან მიხარია, რომ ისინი შეიცვლიან პოზიციას. რატომ შეიცვლიან ისინი პოზიციას? თუ პოლიტიკაში დარჩენა უნდა ცხადია, იმიტომ რომ დამოუკიდებლად იმისა, რომელი მათგანი შევა პარლამენტში და გახარიას პარტია აპირებს შესვლას, იმის მიუხედავად ის თავად გადარჩება თუ არა, ანუ გახარიას პარტია და მას გააუქმებენ თუ არა, უბრალოდ სირცხვილზე მეტი, თავის მოჭრაზე მეტი იქნება მონაწილეობა არჩევნებში, სამომავლო არჩევნებში, საპარლამენტოში, 26-ში გაიმართება თუ 28-ში ეს საპარლამენტო არჩევნები, იმ პირობების გათვალისწინებით, რომლებსაც გვთავაზობს ჩვენ ქართული რუსული ოცნება, რომელიც პრაქტიკულად ღიად ამბობს, რომ არა თუ ვერ დამამარცხებთ, არამედ ვერ და არ დამამარცხებთ. ანუ ისეთი მდგომარეობა იქნება, რომ მე გაყალბებას კი როგორც ასეთი არ დამჭირდება, რამდენადაც ერთ პარტიულ სისტემას ვქნი, ფორმალისტური თვალსაჩინოებით შეიძლება 3-4 პარტია მან დატოვოს, ანუ არ გააუქმოს და მათ შორის გახარია საქართველოსთვის, თუმცა მე არა ვარ დარწმუნებული ამ უკანასკნელ შიც კი, მე მგონი მე დამიშვია, ვიფიქრია, რომ გახარიასაც მისხიპავს და შესაბამისად გახარიასაც კი შევა ის პარლამენტში თუ არ შევა, არჩევნებით ხელისუფლებაში მოსვლის შესაძლებლობა და ყველა პარტიას ცხადია, ყველა ლიდერს ცხადია, ყველა პოლიტიკოსს ცხადია სურს, რომ ხელისუფლებაში იყოს, არა უმცირესობაში, უმცირესობაც ხელისუფლების ნაწილიაო, ვინმე ხომ მეტყვის, არამედ სწორედაც რომ ის იყოს მართველი. მართველობაში მოსვლის შესაძლებლობა არჩევნების გზით ყველას გვესპობა. მე კი არა ვარ
პოლიტიკოსი, მაგრამ ემანდ რომ გადამწყვიტო პოლიტიკოსობა შესაძლოა შემზეც გადმოვრცელდეს, არ ვიცი, ამათ პირობებში, ამათ ხელში ის რეპრესიული მექანიზმები, რომლებიც მათ უკვე შეიმუშავეს და საკონსტიტუციო სასამართლოს საკუთარივე იურისტების მიერ დაწერილი სარჩელით თუ საჩივარის სარჩელით უკვე მიმართეს ან მიმართავენ და ამ სარჩელ საჩივარში, დავთარში, წერილში, ფურცელზე და ასე შემდეგ ჩამოწერილი იქნება ანბანის მიხედვით ლამის. ხო, გაუქმდეს ეს პარტია, გაუქმდეს ეს პარტია, გაუქმდეს ეს პარტია, ეს პარტია და ასე შემდეგ. მადასტურებელი კი არ ვიგონებ ამ ყველაფერს, ხო? მე ადასტურებელი არის ბანდიტი ირაკლი გობახიძის მიერ გაკეთებული დღეს განცხადება გადავახვევ, ხმას ავუწევ და პერიოდს პრინციპი არის შემდეგი. პირველი ვინც 2012 წლამდე იყო სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენელი, რა თქმა უნდა, მათზე აუცილებლად გავრცელდება ეს სარჩელი. ვინც 2012 წლამდე იყო სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენელი, მათზე გავრცელდება ეს სარჩელი. იგულისხმება ერთიანი ნაციონალური მოძრაობა. ოკეი? საკონსტიტუციო სასამართლო ქართული ოცნების მონამოსამართლეების მეოხებით თუ გადაწყვეტილებით ნაციონალური მოძრაობა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იქნება გაუქმებული. ამ სინქრონს მე ბოლომდე მოგასმენინებთ ბანდიტის ამ კომენტარს, მაგრამ კითხვას დავსვამ. 2012 წლამდე 4-დან 3-დან 4-დან იყო ნაციონალური მოძრაობა. ამ ნაციონალურ მოძრაობაში იყო მიხეილ სააკაშვილი და მაგალითად გიორგი ბარამიძე. გიორგი ბარამიძესაც ნაციონალური მოძრაობა რომ გაუქმდება, გიორგი ბარამიძეს რა პოლიტიკური მოღვაწეობა, პოლიტიკოსობა ეკრძალება, მოусმინოთ გობახიძეს. გავიგე, ნაციონალური მოძრაობა უქმდება, მაგრამ აი მაგალითად ბურჯანაძეს უქმდება, კითხვა მაქვს, კი გამქრალია ქალბატონ ნინო პოლიტიკური ასპარეზიდან, მაგრამ ბურჯანაძეს უქმდება, ქრისტიან-დემოკრატიული პარტიაც უქმდება. 2012 წლამდე ვინც კი იყო, არა შეიძლება არ უქმდება, არ ვიცი, სისხლიანი რეჟიმისო, ნაციონალურ მოძრაობას გულისხმობს უფრო, მაგრამ 2012 წლის შემდეგ, ახლა ხანდრო შევიდნენ ნაციონალურ მოძრაობაში პირები 2012 წლის შემდეგ, კვლავ ვიმეორებ. მაგალითად 2020 წელს, 21 წელს ლევან სანიკიძეც უქმდება, თუ ლევან სანიკიძეს როგორც პერსონას უკრძალავენ ნაციონალურ მოძრაობაში ყოფნას. არა, მე ამათგან არაფერს არ გამოვრიცხავ, საერთოდ პოლიტიკოსობა საცხოვ არ უკრძალავენ, ასე მაგალითად ლევან სანიკიძეს, რომელიც 2003-2012 წლებში იყო ბავშვი. გადავავწმოთ მისი ასაკი? მოусმინოთ, არა, გადავაწყვეტას ჯობია რომ ამას მოусმინოთ. რუს, ქართველ ბიზინა გობახიძეს კი არა, ირაკლი გობახიძეს. რა ჩახება 2012 წლის შემდგომ პერიოდს, ვინც ამ სისხლიან პოლიტიკურ ძალასთან ერთად მონაწილეობდა ქვეყნის წინააღმდეგ გამოდმებულ საბოტაჟში. ვინც ამ სისხლიან პოლიტიკურ ძალასთან ერთად, ანუ ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად მონაწილეობდა გამოდმებულ საბოტაჟში და მე გეტყვით, ეხლა უკვე დარწმუნებული ვარ, რომ გახარიას ეხება, იმიტომ რომ ესენი მიედავებიან, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების 21 წლის არჩევნების შემდეგ ცალკეულ რაიონებში იყო რაღაც დროებითი სიტუაციური ალიანსები. გახარიას შეეხება. ლელო ძლიერ საქართველოს შეეხება. ლელო ძლიერ საქართველოში შემავალ ელისაშვილის პარტიას შეექმნება. ეს სამი ვთქვი, ხო? ბევრი მისტირის გაეტირება მათ და ბევრი არა, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. მათ პოლიტიკური მოღვაწეობის, პოლიტიკის წარმოების უფლება, შესაძლებლობა მოესპობათ პარტიას როგორც ასეც. ასევე, რასაკვირველია შეეხება ევროპელ დემოკრატებს, ფედერალისტებს, ახალს გირჩს ზურა ჯაფარიძისა, შეიძლება იაგოს გირჩსაც, მე რა ვიცი. ისის რაღაცა ფორმით შეიძლება დააუკავშირონ ნაციონალებს, თუმცა ეჭვმეპარება. ზურა ჯაფარიძის გირჩს, დროას, ახალს და ასე შემდეგ. კითხვა მაქვს, პერსონებამდე დავლენ? ზურა ჯაფარიძეს, რომელიც პატიმარია ახლა, აეკრძალება პოლიტიკაში ყოფნა და თუ აეკრძალება დემოკრატიის ნიშანსვეტის წყალი კი არა, მოლეკულის მე-1000 ნაწილი არის დემოკრატიის ამ ქვეყანაში. ცხადია, არა, ოღონდ ვერაფერს ვუხერხებთ, მეთქი ამასაც ვიტყვი. მოусმინოთ კიდევ ერთხელ, ბანდიტს 20 წამია ახლა ჯერჯერობით კომენტარს აკეთებს და სულ კიდევ 35 წამი უნდა მოусმინოთ ამ ბიზინა. უნდა ყველა
გადაწყვეტილებას ირაკლი კობახიძე საკონსულტაციო სარჩელი დანარჩენზე გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსულტაციო სასამართლო. გაეცინა სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით გაეცინა სალომე ზურაბიშვილსაც პოლიტიკურ პარტიას არ წარმოადგენს კალთური სალომე ხო სალომე ზურაბიშვილთან იმართებაში კითხვა რომ მოისმინა ბანდიტმა გაეცინა და მე უკვე თუ არ ვწდები კი არა ნამდვილად არ ვწდები სცემს დადებით პასუხს დიახ, რა თქმა უნდა, ეს არ გავრცელდება მხოლოდ ერთ და ორ პარტიაზე, სრულ სიას გაეცნობით, როდესაც არჩელი შევა საკონსულტაციო სასამართლოში და ეს მოხდება ძალიან მალე. ხო, მე როგორც გავიგე, სალომე ზურაბიშვილზეც გავრცელდება. კითხვა მაქვს. ესე იგი გამოდის რომ არა მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს აკრძალავს ქართული რუსული ოცნება და ბუნებრივია ნებისმიერ შემდგომ არჩევნებს ჭყალებში მოიგებს, იმიტომ რომ პრაქტიკულად ერთპარტიული იქნება პარლამენტიც და ერთპარტიული იქნება ის საარჩევნო, ერთი პარტია იქნება დატანილი იმ საარჩევნო ფურცლებზე, რომლებსაც დაგვირიგებს ცენტრალური საარჩევნო კომისია, არამედ ინდივიდებსაც შეეხება არჩეულები უნდა იყვნენ რა ისინი. კარგი. ახლა კიდე მაქვს კითხვები. ქართულ ოცნებაში რომ არიან პირები, რომლებიც მანამდე იყვნენ ნაციონალურ მოძრაობაში, ისინი ინდულგირებულნი, პარლამენტში არიან, ინდულგირებულნი რაფრა იქნებიან, როგორ იქნებიან? გავიხსენოთ, პირები, რომლებიც ნაციონალურ მოძრაობაში, ან ნაციონალურ მოძრაობასთან იყვნენ, ესეთი არის, აი ყოფილ მაჟორიტართა რა ვიცი 90%. რომლებიც დღესაც არიან დაახლოებით აი 99 დეპუტატი ხო ყავთ, დაახლოებით 20-25-30 დეპუტატი ყავთ ამგვარი. აი გოჩა ენუქიძე ასე მაგალითად. მე ძალიან მიჭირს სიმართლე გითხრათ მასზე, მიზესთა გამო არ ვიტყვი ახლა ორი მწარე სიტყვის თქვა, მაგრამ გოჩა ენუქიძე იყო ნაციონალურ მოძრაობაში, მანამდე შესაძლოა მოქალაქეთა კავშირშიც არ ვიცი. გოჩა ენუქიძე იყო ნაციონალურ მოძრაობაში, მერე ქართულ ოცნებაში, მე რეპორტირება თითქოს უნდოდა ქართულ ოცნებიდან ნაციონალურ მოძრაობაში შეიძლება არც, ეხლა ისევ ნაციონალურ მოძრაობაშია რაჭის მეფეა თუ რაჭის მონარქი. ხო, ანუ შეძლებული კაცია, მდიდარი კაცია, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ეხლა ქართულ ოღონდ იყო ნაციონალურ მოძრაობაში. მაჟორიტარი იყო და ესეთი არის ბევრი. 30 კაცი მათ პარლამენტიდან უშვებს თუ სეგრეგაცია როგორც ასეთი არ სეგრეგაცია მოხდება, მაგრამ ინდულგირებულნი იქნებიან ისინი, ვინც მათ მიეტენა ბუდიშებ, კი არა, ბოდიშის გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ გოჩა ენუქიძეს მე ხრმა ბავშვობაში, არ ვიცი, 30 წლის წინ, ცოტა ნაკლები 24 წლის წინ, 23 წლის წინ ვიცნობდი. ხო, კითხვა მაქვს. როგორ არის ეს? რა ხდება ამ შემთხვევაში? კარგი, ყველაფერს დავადებოთ თავი. არ მონაწილეობენ და ვერ მონაწილეობენ გახარია ხაზარაძე, ჯაფარიძე, უსუფაშვილი, ხიდაშელი, ეს რაღაც ეს ჯგუფი ჩამოვასახელე. არ მონაწილეობენ და იმიტომ რომ პოლიტიკური პერსონალურადაც აქვთ აკრძალული პოლიტიკაში ყოფნა და არჩევით თანამდებობაზე ყოფნა, არჩეულობი რო იყვნენ, არჩეულები რო იყვნენ იმან. არ მონაწილეობს გიგულავა, რაღაცა გიორგი ბარამიძე, თინა ბოკუჩავა, პარლამენტარი იყო, ნაციონალური მოძრაობა, გვარამია, ზურა ჯაფარიძე, გია ჯაფარიძე შესაძლოა, იმიტომ რომ რაღაც კარგი ყველა არავინ არ მონაწილეობს. ლევან ცუცკირიძე მონაწილეობს? ლევან ცუცკირიძეს როგორ არ მონაწილეობს ბოკერია ჩერგოლეიშვილი ბოდიში რო არ გავორჩეს, ხო? და კიდე უამრავ, მაგრამ ლევან ცუცკირიძე მონაწილეობს თუ არა? ჩერგოლეიშვილი რატო არ მონაწილეობს სიმართლე გითხრათ არ ვიცი. ჩერგოლეიშვილი ხო ბოკერია არ არის, გვარიც კი არა უღია მეუღლისა, ხო? ის ხო ახლახან შემოვიდა პოლიტიკაში ჟურნალისტიკიდან. რატო არ მონაწილეობს? მაგრამ ოკეი, ფედერალისტები გააუქმეს და მე მისხიპეს ჩერგოლეიშვილი. აი, თუ არ ვწდები, ესეთი კაცი ყავთ პარტიის წევრი, კირთაძე შესაძლოა მეშლება. ის რატო ვერ მონაწილეობს? ფედერალისტების სახელით. კარგი, კირთაძეს აქვს თუ არა ახალი პარტიის დაფუძნების უფლება, რომელშიც არ შეიყვანს ბოკერიას. ისიც რა შეასაქმე? აბსურდამდე მივდივართ. აბსურდამდე მივდივართ, იმიტომ რომ ალბათ გვარებს ესენი ვერ ჩამოწერენ, მაგრამ ნაციონალებს, ფედერალისტებს, ლელოს, გახარიას, ახალს, დროას და კიდევ ვიღაცებს.
ალბათ გააუქმებენ. ნათელაშვილი სიაშია, გასაუქმებელთა სიაში. და მე მაქვს კითხვა, თუ უკონკურენტოა, კი არა, კონკურენტობისაგან დაცლილია ეს მომავალი პოლიტიკა, შეჯიბრებითობისაგან დაცლილია, თუ ამათი დამარცხების თეორიული შესაძლებლობაც არ არსებობს მათ მიერვე მოთხრეული სხვადასხვა მიზეზების და შექმნილი ვითომ კანონების მიერ. უბრალოდ არ გარეგისტრირებს ცენტრალური საარჩევნო კომისია, რომელ რიგ გარეშე არჩევნებს ვითხოვთ, მომიტევეთ თქვენ. მაპატიეთ. ან რატომ კიდევ ამბობთ ლელოს მივმართავ, გახარიას მივმართავ, ბატონ რომანს მივმართავ, ბატონ კახას მივმართავთ, რომ ერთადერთი გზა ხელისუფლების შეცვლისა არის არჩევნები. ხო, არჩევნებია. მე გეთანხმები. ერთადერთი გზა ხელისუფლების შეცვლისა არის არჩევნები. უბრალოდ მე რო შევქნაბარდია. ბატონ რომან, იცით თუ არა თქვენ რომ მე საკუთარ თავზე არ ვიტყვი, მაგრამ გიბოდიშებთ თქვენ, ჩემი მეგობარი ხართ უფროსი და 30-35 წელი ერთმანეთს ვიცნობთ, მაგრამ მეც კი ვერ შევქმნი პარტიას. თქვენ ნაციონალური მოძრაობის ოდესღაც წევრი პოლიტიკაში ვეღარ ხართ არჩეული თქვენი კვალიფიკაციის გათვალისწინებით ვეღარ იქნებით. ახლა რომ დაიბადა ვინმე 2025 წლის 14 ოქტომბერს იმას თუ მიეცემა 18 წლის შემდეგ პოლიტიკაში და შეიძლება ისიც არის, იმიტომ რომ ეს ხო მოაჯდა და მისი მემკვიდრეები და მისი თანამზრახველები და მისი თანაბანდიტელები და მისი თანასინდიკატელები ხო გამრავლდებიან ამ 18 წლის განმავლობაში და ისინი არც დაუშვებ, ისინიც აღარ დაუშვებენ ჩემი შვილის 4 წლის როა 14 წლის თავზე პოლიტიკაში ყოფნას, იმიტომ რომ შეიძლება უთხრა რომ მამაში ესენი რა არ იტყვიან? უტრირებო, მაგრამ ამას წარმოიდგენდით, რომ პარტიას გააუქმებდა ევროპას ამასობაში ზეწოლის ბერკეტი არ აქვს. ევროპელი მაღალჩინოსნები ამბობენ და სამართლიანად ამბობენ, რომ აღარც ველაპარაკებით კეთრობანები არიან, ეს გადანგრეულებიო, წინა სიტყვას არ ვიტყვი. შეერთებული შტატები პრეზიდენტი რო გაიღიმება და პანელზე ჩამოტარებული ყაველაშვილი თიც რო აწევს ასე და ამას რო გვისაღებენ, თითქოს ეს იყო ექსკლუზიური შეხვედრა ყაველაშვილსა და ტრამპს შორის. შეერთებული შტატები რეალურად ჩვენთვის ვერ იცლის. ვისთვის არ იცლის და ჩვენთვის ვერ იცლის. მას რა გზა რჩება? ახლა მე რევოლუციურ გზას სულაც არ მივაწვევი, იმიტომ რომ რევოლუცია როგორც ასეთი და ანონსებული და ცუდად ორგანიზებული, პროვოცირებული თუ არა პროვოცირებული, ღობე გადახერხილი თუ ლილუაშვილი ვერ შეკრული თუ გადმოკრული თუ ასე შემდეგ, ფულიანი თუ უფულო, ბურჭულაძისა თუ მოქალაქეებისა ვერ შედგა. ფაქტია. და მეცაც გეტყვით, ჩავარდა კონცეპტუალურადაც გზაც კი, რევოლუციის გზა თითქოს. ხო, თითქოს კი არა, ნამდვილად. თითოეულმა ჩვენგანმა თქვა, რომ აღარ გამოდის ეს რევოლუციაო და მართალეების ვარდგან არა, მაგრამ თუ არჩევნებიც არ გამოდის და რევოლუციაც ვერ გამოდის, ან პირიქით, არჩევნებიც ვერ გამოდის და რევოლუციაც არ გამოდის, როგორც გნებავთ ისე ვთქვათ, რა გამოდის? იფიქრეთ, ვინმე მითხარით. ეხლა შეიძლება იყოს კომენტარები ამგვარი, გაერთიანდნენ, დასხდნენ ერთად, რუღარ აგინებენ, იქნება მოილაპარაკონ, მე რა გაერთიანდნენ, მე რა? ტაქტიკურ არა, ჩვენ სტრატეგიულ არა, ტაქტიკურ გაერთიანებას გულისხმობთ, დასხდნენ, იქნება მოილაპარაკონ, დასხდნენ, მე რა? ჯერ ერთი ყველა თავისაკენ ხაჩავს საბადს ეს ფლად გულახდილად ამ ოპოზიციაზე. და მეორე რომს არ ხაჩავდეს, რომს გაერთიანდნენ, რა გზა შეიძლება დასახონ, იმაზე უფრო ჭკვიანური, ვიდრე დავსახავთ ეხლა მე და თქვენ, ისინიც ადამიანები არიან და ისინიც, არ ვაკრიტიკებ, ისინი ხვდებიან ამ სიტუაციის აბსურდულობასა და სიგიჟეს. გაერთიანდნენ, ოკეი. და მე ეხლა რომელიმე თქვენგანი თუ ელის ჩემგან ამ მე-20 წუთის დასაწყის ამ ვიდეო ბლოგისა რომ მე გეტყვით მზა რეცეპტს რა უნდა ვქნათ, მე არ ვიცი რა უნდა ვქნათ. აი ალალად, მართლად, გულწრფელად გეუბნებით. ამ პირობებში არ ვიცი, დავამხოთ, რომ დავიძახო ეხლა, დავამხობთ კი? დავამხეთ? ამიტომ შეძახილსაც არ აქვს მნიშვნელობა, დავამხოთ, რევოლუცია ერთადერთი გამოსავალი. ვიტყვი ამის თქმას არაფერი არ უდგია წინ. რევოლუცია ერთადერთი გამოსავალია, გეტყვით მეც. არჩევნები რომ ვეღარ არის გამოსავალი და დადასტურდება საკონსტიტუციო სასამართლო რომ მიიღებს ამათ სარჩელს და განიხილავს და
დაამტკიცებს და გააუქმებს 10 პარტიას და ზედ დააყოლებს პოლიტიკოსებსაც, ეს არის ამბავი. იმ შესაძლებლობას მაინც ტოვებდნენ, რომ ის შესაძლებლობა მაინც დატოვონ ის პატარა ხრელი, რომ წასული პარტიიდან, რომელიღაც პარტიიდან, არ ვიცი, გიორგი ბარამიძემ დააარსოს ახალი პარტია და მე მართლა ავირჩიოთ, ან არ ავირჩიოთ ეს ბარამიძეკაც. შეიძლება არავის არ ეხატება გულზე და ის გონია ეხლა აგვარია ვინმე ამიშროლება აქვს. ნინო წილოსანი მასზე უკეთესი. ვინმე უნდა აირჩიოს ნინო წილოსანი, აირჩიოს. ოღონდ დემოკრატიული არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა 26 ოქტომბრისნაირი არჩევნებისა კი არა, მართლა დემოკრატიული მრავალპარტიული, ხა მრავალპარტიულიც აღარ იქნება ეს არჩევნები მომავალი 26 წლის ჩემი აზრით მაინც მაისში, მაგრამ შესაძლოა ვცდები და 28 წლამდე მართლა გაწელოთ. არა, ამათ ეჩქარებათ, სადღაც ეჩქარებათ მიტენმა რუსეთთან. მე არა, ერთადერთი რაც საბოლოოდ სათქმელია, ოღონდ არ ვიცი როგორ და გული მაქვს დასამშვიდებელი თქვენთვის, ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ. მაგრამ ჯერჯერობით ეს ვიწრო გვილიკი გამარჯვებისა ჯერჯერობით არ ჩანს. გამოჩნდება ხალხო. სხვა არაფერი არ შემიძლია თქვა, სხვა არაფრის თქვა შემიძლია. გამოჩნდება. წარმოუდგენელია ეს ასე გაგრძელდეს. მაგრამ მე ისევ როგორც ბევრ თქვენგანს ფლად გულახდილი რომ ვიყო არანაირი მოცემულ ეტაპზე არანაირი გზა არ ვიცი რა გზა სად მივდივართ ამასობაში და როცა გამოჩნდება სად ვიქნებით იმ წამიდან ხო და რამდენად დიდი გზა გვექნება გასავლელი რომ ნორმალურ აი დღეს რა 25 წლის 14 ოქტომბრის მდგომარეობას დაუბრუნდეთ კენ წარმოდგენაც არ აქვს მათ შორის ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია ამდენად ძნელი იქნება ჩვენი ხალხისა